გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავ One Punch Man-ის მესამე სეზონს, რომელიც ახლახანს დამთავრდა დეკემბერში. თქვენ მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. დავიწყოთ იმით, რომ მესამე ნაწილის მიწასთან გასწორება პოსტერიდანვე არის შესამჩნევი. თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ ეხა პოსტერს რო შევხედოთ, საიტამა მაინც და მაინც კარგად არ არის დახატული. თან ხო ვიცით, რომ ეს არის მონსტრების არქის პირველი ნაწილის პოსტერი, რომელიც მორჩა. და ეხა ვიცით, რომ მეორე გამოდის, სადაც საიტამა და გარო დააყრიან ერთმანეთს. და ამ მეორე ნაწილისთვის პოსტერს რა უქნეს, პერსონაჟები შეატრიალეს ერთმანეთისგან უბრალოდ. ანუ მართლა ყველაზე დაპურზე მუშაობენ ეს ანიმატორები თუ არ ვიცი, ამდენ ფულს რო უხდიან სადმე აქვთ. ან ფონი შეცვალე, ან პერსონაჟების ტანსაცმელი დაგლიჯეროვით ბრძოლის დროს რაღაცა მოუვიდათ, ან რაღაცა სხვა პოზაში დახატიან რაღაცა. ამას მე სხვა გავაკეთებდი, ხა 15 წლარა. ოკეი, მოდი ყველაზე თვალშისაცემი რაც არის ეგრევე მაგაზე გადავიდეთ. ეს არის ანიმაცია. ყველას გვახსოვს პირველი სეზონი, სადაც უმაღლეს დონეზე იყო გაკეთებული ანიმაცია, როგორც ბრძოლებისთვის, ასევე ჩვეულებრივი მომენტებისთვის, როგორიც არის მაგალითად ჭამა, სიარული, საუბრის მომენტები, მოკლედ ყველაფერი. ანუ არანაირი პრობლემა არ ქონდია ხალხს. მაგალითად შუა სეზონში, როცა საიტამა და ჯენოსი სპარინგობენ, არის ისე კარგად გაკეთებული, რომ მეტი არ შეიძლება. აი თვალისთვის იმდენად რბილად და კარგად არის გაკეთებული სცენები, რომ არ იგრძნობა, რომ რაიმე დაზოგეს მაყუთის მხრივ მაგალითად. აღარაფერს ვამბობ ფინალურ ბრძოლაზე, სადაც საიტამა და ბოროსის დაპირისპირება იყო ფენომენალური. მიუხედავად იმისა, რომ საიტამა სულ ესეთი სახით უყურებს, როცა ბოროსი შუაზე იხევა. ახლა გადავიდეთ მესამე სეზონზე. როგორც ვიცით, მეორე სეზონი დამთავრდა 2019 წლის ზაფხულში. ამის მერე გავიდა 3 წელი, 2022 წელს დაანონსეს, რომ ახალი სეზონიც გამოვიდოდა. ამის მერე კიდე 3 წელი გავიდა და 2025-ში გამოვიდა. ფანები ელოდებოდნენ, რომ 6 წლის მერე ანიმაცია რაღაცა უმაღლეს დონეზე იქნებოდა, მაგრამ ჩემი ფეხები. მესამე სეზონზე მუშაობდა JC Staff-ის სტუდია, რომელიც მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს. არ აკეთებს ისეთი უმაღლესი დონის ანიმაციებს, როგორცაც მაგალითად MAPPA-ს და Madhouse-ის სტუდიები აკეთებენ. ამიტომ არ მის რატო ჩააბარეს ისეთი ანიმე, როგორიც One Punch Man-ია ესეთ სტუდიას. მეორე სეზონიც ამათი გაკეთებულია, მაგრამ ისეთი საშინელება არ ყოფილა. ანუ კი ნაკლებად მოეწონათ ფანებს პირველ სეზონთან შედარებით, მაგრამ ისეთი რადიკალური დეგრადაცია არ ყოფილა. ზოგადად რატო ვუყურებთ ამ ანიმეს? თითქოს მარტივი იდეა დებს, რომ ყველაზე ძლიერი გმირი გვყავს მთავარ პერსონაჟად, რომელიც ყველას ამარცხებს და მოწყენილი არის ამის გამო თან. ეს არის მეორე მხრიდან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ყველგან, ყველა სერიალში, ყველა ანიმაციაში, ანიმეში ასე ვთქვათ, თავარი გმირი არის ის პერსონაჟი, რომელიც უნდა გაძლიერდეს მთელი სერიალის განმავლობაში, რომ ბოლო მტერი დაამარცხოს. მაგალითად, ნარუტო რო ავიღოთ, მთელი 700 სერია ამას აკეთებს, მაგრამ აქ არის პირიქით ყველაფერი. თავარი პერსონაჟი გვყავს უძლიერესი და პირიქით მტრები ძლიერდებიან და თან საიტამას აინტერესებს თუ გაუტოლდება ვინმე. სცენარისტებს შეეძლოთ, რომ 2 წამში დაემთავრებინათ ყველა ბრძოლა, სადაც საიტამა მონაწილეობს, მაგრამ საინტერესო გახადეს იმით, რომ ანიმაციას არ დააკლეს არაფერი და ხან საიტამა აცლის სხვა პერსონაჟებს რო ებრძოლონ ასე ვთქვათ. არის ძალიან საინტერესო სანახავი, მაგრამ მესამე სეზონმა ვერ გააკეთა ეს, იმიტომ რომ აი ძალიან დაზოგეს მაყუთი ასე ვთქვათ. თან ეს კლასის გმირები გვანახეს, ანუ ყველაზე ძლიერი გმირები ვინც ყავს ამ ანიმეს, მაგათი ბრძოლები გვაყურებინეს და თითქოს უნდა მოგწონებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ამით ძალიან საშინლად იყო გაკეთებული. კაი, მოდი ბრძოლის სცენებს შევეშვათ 2 წამი ხა და გადავიდეთ ისეთ უმარტივეს რაღაცაზე, რაც არის სიარული. მაგალითად, ამ კადრში პერსონაჟს რო ხედავთ როგორ არის გაკეთებული. პირველ რიგში ისე ჩანს, რომ თითქოს ორტონიანი შტანგა აქვს მოკიდებული და მეორე კიდე ის, რომ პერსპექტივაც არასწორად არის გაკეთებული. თვითონ სხეულის ნაწილების მოძრაობასაც რო დავაკვირდეთ, აი თითქოს აცთენილი არის ერთმანეთს, ზედა და ქვედა ნაწილები. ამის გარდა კიდე აი თითქოს პერსონაჟი და გარემო სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ და არ არიან თანხვედრაში ერთმანეთთან. მოკლედ, ანუ რადონის დეგრადაცია არის, ხვაზე ხართ ეხა. აი სრული კატასტროფა არის ჯერ მარტო ეს ერთი სცენა. კიდე ერთი უდიდესი პრობლემა რაც არის ამ სეზონში, ეს არის PNG ანიმაციები. ანუ ესე დაარქვეს ისეთ მომენტებს, სადაც ნული გამოძრავება აქვს პერსონაჟს. მაგალითისთვის რო ავიღოთ, ყველაზე ცნობილი რაც არის ბალახზე ჩამოსრიალების სცენა. ამის გამკეთებელს ამის მერე ფანებმა AI-ით გააკეთეს ეს კადრი და უფრო უკეთესი იყო 2 დღეში გაკეთებული ფანების მიერ, ვიდრე ამ ხელა სტუდიის მიერ რამდენი წელი აკეთებდნენ ამ ანიმაციას. დავიჯერო თვითონ არ უყურებენ რასაც აკეთებენ. ესეთები კიდე იმდენი არის, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითად, ამ სერიაში 2 წუთის განმავლობაში თითქმის გვაყურებინეს 9 კადრი. ანუ წამში 9 კადრი არის ცოტა და 2 წუთში გვაყურებინეს ესეთი ნახატების მოძრაობა მეტი არაფერი.
ანუ რა ხდება საერთოდ ეხა სასაცილოს აღარ არის უკვე ეს. არა და ბიუჯეტი არ იყო პრობლემა პირველ სეზონში, როცა მეთაუსი აკეთებდა ანიმაციას. თან ისიც არ იყო, რომ სიტყვაზე პირველ და ბოლო სერიებისთვის ინახავდნენ მთლიან სახსრებს, რომ ძალიან კაი ანიმაცია გამოსულიყო და დანარჩენი საშუალო დონის ყოფილიყო. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ევოლუციის სახში Carnage კაბუტოსთან ბრძოლა იყო უმაღლეს დონეზე გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ არც პირველი სერია იყო, არც ბოლო სერია იყო ფინალური ბრძოლა, არც შუა სეზონი ყოფილა, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი მესამე სერია იყო და მეტი არაფერი. რაც თვალს მჭრის კიდე ამ სეზონში არის ახლო კადრი პერსონაჟებზე და ულტრა დადებული ფერები. აი გეგონება მარიაჟობენ ამით და თითქოს უმაღლესი დონე იყოს. აი ამ PNG ანიმაციებს და საშინელ სტოპ კადრებს, აი ესეთი ულტრა დადებული ფერებით ცდილობენ რომ გადაწონონ თუ რას აკეთებენ არ ვიცი, მაგრამ საცოდაობა არის უკვე ეს. ყველაფერს რო თავი გავანებოთ, სივრცის შეგრძნება მარტო მე ხო არ მაქვს დაკარგული. მაგალითად, ამ მომენტში Atomic Samurai-ის ანიმაციას რო შევხედოთ, ისეთი ბრტყელი ჩანს პერსონაჟი, რომ რა ვიცი, ანუ თითქოს დახატეს, მერე თილთი გაუკეთეს და ესე გაამოძრავეს. აი პერსონაჟი ისე ჩანს ამ მომენტში, რომ ფურცელზე გამოჭრილი გეგონება ტანჯველ ანიმაციას რო თავი გავანებოთ. რახან ბრძოლებზე გადავედით, მოდი მიუბრუნდეთ ამ თემას. აი არც ერთი კადრი არ არის, არც ერთი სცენა არ არის გაკეთებული ისეთი, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს და კომფორტში იყოს. აი ეს სტუდია ყველა კადრის გადასვლას გაგრძნობინებს, რომ მაქსიმალურად დაიტანჯო. მაგალითად, Atomic Samurai-ის მოსწავლეების ბრძოლის სცენას რო შევხედოთ, ისე არის გაკეთებული, რომ გეგონება, აი გეფიცები მაუსით არის გამოძრავებული ეს პერსონაჟები, ისეთი სტატიკური კადრები არის გამოყენებული. One Punch Man-ზე ვსაუბრობ ეხა ამდენი ხანია, მაგრამ შეამჩნევდით, რომ საიტამაზე საერთოდ არაფერი არ მithქვამს. ამ სეზონში თავარი პერსონაჟის დრო იმდენად შემცირებული არის, რომ საერთოდ არც არსებობს თითქოს. იმ გმირებზე გააკეთეს ფოკუსი, რომლის 95% საერთოდ არ გვაინტერესებს მოკდება თუ გადარჩება. თან ისეთი ბრძოლის სცენებიც არ აქვთ ამ პერსონაჟებს, რომ თითქოს ანიმაციით ვიკაიფოთ და კაი გადავიტანოთ, რომ საიტამა არ ჩანს. დეტალიზაციას ეს ვთქვათ 1-2 სიტყვა, რომელიც წინა ორ სეზონთან შედარებით საგრძნობლად დაკლებული არის. და ეს განვიხილოთ ჯენოსის მაგალითზე, რომელსაც უარესი ბედი ეწია ვიდრე გაროს. ჯერ ერთი რო თვითონ პერსონაჟზე რო ვთქვათ, დიდად არ ჩანს ამ სეზონში და რაც ჩანს, ისიც ძალიან ცუდად არის გაკეთებული. მაგალითად ეს სცენა რო ავიღოთ, სადაც ისევ სიარულის სცენა არის, მაგრამ მოდი ანიმაციას რო შევეშვათ, გადავიდეთ დეტალიზაციაზე. ანუ წინა სეზონებში გაცილებით უკეთესი დეტალიზაცია ჰქონდა, როგორც მინიმუმ ამ პერსონაჟს, სხვა პერსონაჟებს რო თავი გავანებოთ. და ამ სეზონში არის ძალიან ცუდად დახატული, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ არანაირი დეტალიზაცია არ აქვს, არც ჭრდილები, არც რო ირეკლავს რამეს არანაირი, უბრალოდ დახატული არის და ერთფერში გაფერადებული. მერე ფანებმა ისევე AI გამოიყენეს, რომ გამოესწორებინათ ეს და ნახეთ რა დონის განსხვავება არის, აი ძალიან ულტრამაღალ ხარისხიან კადრს გავს AI-ით გაკეთებული. და ეს რო ნამდვილად სტუდიის მიერ ყოფილიყო გაკეთებული, აი ყველას მოეწონებოდა ჩემი აზრით. ძალიან დაკლებული არის დეტალიზაცია და კიდე ერთი უარყოფითი ამ სეზონში. მოდი საიტამას მიუბრუნდეთ ისევ, რახან ვიცით, რომ პერსონაჟს ულიმიტო ძალა აქვს, ამ დებილ მონსტრებთან ბრძოლას აარიდეს. ასე ვთქვათ, მთელი სეზონი ანდომებს იმას, რომ მონსტრების მეფემდე მივიდეს. სად და აქ არ მოველოდი სასწაულს. აი კადრები რო გამოჩნდა ამ მომენტში, როცა ებრძოლება იყო ისეთი შეგრძნება გეგონება ჭაობიდან ამოხვედი და 5 ვარსკვლავიან სასტომოში შეხვედი ეგრევე. საიტამას და ოროჩის ბრძოლის გარდა დიდად სიამოვნებას ვერსად ვერ მიიღებთ ამ სეზონში. ეს ერთი რაღაცა კაი გამოუვიდათ, მაგრამ ძალიან ნუ გაგიხარდებათ, იმიტომ რომ პირველი სეზონის ბრძოლის სცენებს ვერ შეედრებათ და მით უმეტეს ფინალში ბოროსთან ბრძოლას ხო საერთოდ ვერ შეედრება ეს ბრძოლის სცენა. ანიმაცია კი კარგად იყო გაკეთებული, მაგრამ არაფერი აღმართოვანებელი არ ყოფილა. აი ძალიან მოკლე დროში მორჩა ყოველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე. აი პირველ სეზონს რო შევადაროთ, შეეძლოთ რომ ასევე უღიმღამოდ გაეკეთებინათ, მაგრამ როგორც თქვი, არ გაუკეთებიათ ესე და რახან მაქსიმალური დრო დაუთმეს ანიმაციას, ამიტომ გამოუვიდათ კაი. რადგანაც მესამე სეზონი მონსტრების არქზე არის გაკეთებული, ორ ნაწილად გაყვეს და პირველი ნაწილი 12 სერია იყო და დამთავრდა. როგორც ვიცით, მეორე ნაწილი 2027 წელს გამოვა და ისევ JC Staff იმუშავებს ამ ნაწილის ანიმაციაზე. როგორც ვიცით, საიტამა და გარო დაუპირისპირდება მესამე სეზონის მეორე ნაწილის ფინალში და არ ვიცი JC Staff ამას როგორ გააკეთებს, მაგრამ YouTube-ზე შემხვდა, რომ ფანებმა გააკეთეს ამ ფინალური ბრძოლის ანიმაცია, რაც იყო უმაღლესი დონის. როგორც ვიცით, რეჟისორმა X-ის აკაუნთი წაშალა, იმიტომ რომ პირველი ნაწილის გამახმაურებას ვერ გაუძლო და მეორე ნაწილით თუ იგივე დონეზე გამოუშვეს, საერთოდ დააკენსელებენ ალბათ მთლიანად ყველა სოციალურ ქსელში. კაი, მოდი მორჩა ამით მესამე სეზონის განადგურება. თქვენ არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. ნახვამდის.